უნდა შედიოდეს თუ არა იმუნიზაციის პროგრამაში მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. საკითხზე დისკუსიის გააქტიურება დიდ ბრიტანეთში ინფექციის აფეთქებამ გამოიწვია. მენინგიტის საშიში ფორმის ათეულობით შემთხვევა ახალგაზრდებში გამოვლინდა, 2 მათგანი კი ლეტალური შედეგით დასრულდა. მომხდარმა კითხვები გააჩინა საქართველოში. საზოგადოების ნაწილი ინტერესდება, არის თუ არა ქვეყანაში მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი და როგორ ხდება დაავადების მართვა. სპეციალისტების ინფორმაციით განგაშის საფუძველი არ არსებობს, რადგან ბრიტანეთისგან განსხვავებით საქართველოში ინფექცია ძალიან იშვიათია და ვაქცინაცია გეგმიური აცრების ჩამონათვალში სწორედ ამ მიზეზით არ შედის. როგორც მედიკოსები აცხადებენ, დროული გამოვლენის შემთხვევაში ინფექციის მკურნალობა გამოჯანმრთელებით სრულდება. გვანცაც ისკაძე გიამბობთ. დიდ ბრიტანეთში მომხდარი მენინგიტის საფეთქება რამდენიმე კვირაა. მსოფლიო მედიასა და სამედიცინო საზოგადოებაში განხილვის თემად რჩება. საშიში ინფექცია კენტერბერში ახალგაზრდებს შორის გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით ინფექცია ღამის კლუბში სტუდენტურ წვეულებაზე გავრცელდა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ათეულობით ადამიანის დაავადების და 2 ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი მენინგოკოკი B გახდა, რომელიც შედარებით საშიშ ბაქტერიულ ფორმად მიიჩნევა. მომხდარის შემდეგ ბრიტანეთში ვაქცინაცია გაფართოვდა. გაიხსნა აცრის ცენტრები, სადაც მალე მსურველთა რიგები დადგა. შედეგად ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. ბრიტანეთში მომხდარი ეპიდაფეთქების შემდეგ მენინგიტის გავრცელებასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით კითხვები საქართველოშიც გაჩნდა. ის შემთხვევები, რაც დაფიქსირდა 2026 წლის 13 მარტიდან ინგლისში ეხებოდა მხოლოდ ერთ ნაწილს, ერთ რეგიონს. გამომწვევის შემდეგ დაფიქსირდა, რომ ეს იყო მენინგოკოკის ფორმა, რომელსაც B მენინგოკოკს ვეძახით. აი ეს მენინგიტი, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, ბაქტერიული მენინგიტის ეს ფორმა, საკმაოდ მძიმე დაავადებაა და ძალიან იშვიათი, როგორც წესი, დღევანდელ რეალობაში. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაავადების შემთხვევები ქვეყანაში ერთეულია, რის გამოც ეს ვაქცინა გეგმიური აცრების კალენდარში არაა შეტანილი. მისი თქმით, ბრიტანეთში ვაქცინაცია იმის გამო მოქმედებს, რომ იქ უფრო მაღალი გავრცელებაა. ბანო ჩხაიძე იმ სიმპტომებზე საუბრობს, რომლითაც დაავადებაზე ეჭვის მიტანაა შესაძლებელი. ეს არის მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, რასაც შემდეგ მოყვება ნერვული სისტემის დაზიანების სხვადასხვა გამოვლინება, დაწყებული გულყრით, დამთავრებული თუ სეპტიური პროცესი განვითარდა მძიმე სეფსისით. მკურნალობა ხელმისაწვდომია და ეფექტური, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. ინფექცია ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, რაც ნიშნავს იმას, რომ ვრცელდება ინფიცირებული ადამიანისაგან ცხვირიდან ან პირის ღრუდან გამოყოფილი წვეთების საშუალებით ლაპარაკის, ხველების ან სემინების დროს, მჭიდრო კავშირის პირობებში და განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ინფექციის რისკ ჯგუფებს ძირითადად ბავშვები და მოზარდები წარმოადგენენ. რაც შეეხება ვაქცინაციას, სხვადასხვა ქვეყანაში ამ მხრივ განსხვავებული პრაქტიკაა. იგივე დიდ ბრიტანეთში ვირუსის შედარებით მაღალი გავრცელების გამო ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამას ეს ვაქცინა 2015 წელს დაემატა. აიცხრნენ იმ წლის 1 ივლისს ან მის შემდეგ დაბადებული ჩვილები. ეს ნიშნავს, რომ მოზარდებსა და 11 წელზე უფროსი ასაკის ახალგაზრდებს ეს აცრა არ ჩაუტარებიათ. მოამბე დაინტერესდა იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს აცრის თავად ან შვილისთვის ჩატარება სურს, არის თუ არა ეს შესაძლებელი კომერციულ სექტორში. ამ მსრელი დაწესებულებების უმრავლესობაში ვაქცინა არ აქვთ, თუმცა ერთეულ კლინიკებში გვითხრეს, რომ ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია. პროცედურამდე იმუნოლოგთან გასაუბრებაა საჭირო. იმ ქვეყნებში, სადაც ამ ფორმის მენინგიტით გამოწვეული ავადობა საშუალოზე ან უფრო მეტად მაღალია, ან ფიქსირდება აფეთქებები, ისე როგორც ახლა იყო ინგლისში, მაშინ შესაძლებელია იყოს რეკომენდაცია, რომ ქვეყნამ დანერგოს ეს ვაქცინა და შეიტანოს ეროვნულ კალენდარში. საქართველოს არ მიეკუთვნება ამ ქვეყნების კატეგორიას, შესაბამისად საკითხი ამ ვაქცინის ეროვნულ კალენდარში ჩართვაზე არც ყოფილა, არც დასმულა არასოდეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ გავრცელების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოში მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გეგმიურ იმუნიზაციაში შეტანა მიზანშეწონილი იქნებოდა. ჩვენი რეალობაც შესასწავლია, გავრცელება დაავადების ბოლო წლების სტატისტიკა და სხვა ფაქტორები, ასე ვთქვათ, და ამის მიხედვით უნდა მოხდეს უკვე შეფასება, რამდენად არის საშუალება საქართველოში ამ ასე ვთქვათ, მენინგოკოკის ვაქცინის კალენდარულ ვაქცინაციაში ჩართვის. ჩემი აზრით ეს კარგი იქნება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ჩემი აზრი და ამას სჭირდება სამუშაო ჯგუფის მუშაობა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 2020 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში ყოველწლიურად ამ ვირუსის საშუალოდ 15-20 შემთხვევა რეგისტრირდება. მათ შორის შემთხვევათა 90%-ზე მეტი 0-დან 14 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. მენინგოკოკური მენინგიტისა და მენინგოკოქცემიით გამოწვეული ლეტალობა 10-20%-ს შეადგენს.